ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამშაბათს გამთენიისას ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა წამოიწყო. ისრაელის სამხედროების თქმით, ისინი უტევდნენ ჰამასის სამიზნეებს ამ ტერიტორიაზე. ეს ყველაზე სასტიკი იერიშებია მას შემდეგ, რაც იანვარში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში. ავია დარტყმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ისრაელის ელჩმა გაეროში. ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზაზე იერიში მიიტანეს. მათი სამიზნე ჰამასის ობიექტები იყო. ჩვენ არ დავინდობთ ჩვენს მტრებს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ისრაელი არ გაჩერდება, სანამ ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება. ჩვენ განუცხადებთ უშიშროების საბჭოს, რომ თუ მათ სურთ ღაზაში ომის დასრულება, უნდა უზრუნველყონ, რომ ყველა მძევალი დაბრუნდეს ისრაელში. ამისთვის ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მან დარტყმების შესახებ ბრძანება იმიტომ გასცა, რომ არ არის პროგრესი ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ამასთან ჯერჯერობით უცნობია, ეს ოპერაცია მხოლოდ ერთჯერადი იყო და მისი მიზანი ჰამასზე ზეწოლა იყო, თუ თითქმის 17 თვის განმავლობაში მიმდინარე ომი განახლდა. იერიში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან 2 თვის შემდეგ დაიწყო. 6 კვირის განმავლობაში ჰამასმა 30-მდე მძევალი გაათავისუფლა დაახლოებით 2000 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. 2 კვირის წინ დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი, თუმცა მხარეები ვერ თანხვდებიან მეორე ეტაპთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს 60-მდე მძევლის გათავისუფლებას და ომის საბოლოო დასრულებას. ნეთანიაჰუ იმუქრებოდა ომის განახლებით. ამ თვის დასაწყისში კი ჰამასზე ზეწოლის მიზნით აკრძალა საკვებისა და დახმარების შეტანა ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე. ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო. ჰამასის მებრძოლებმა 1200 ადამიანი დახოცეს, 250 კი მძევლად აიყვანეს. ისრაელმა უპასუხა სამხედრო შეტევით, რომელმაც ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, 48000-ზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა და ღაზის მოსახლეობის დაახლოებით 90% იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია.